ლაგოდეხში ეკომეგობრული კახეთი 2026 შემაჯამებელი ფესტივალი გაიმართა. ქალაქის პარკში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სივრცეებს, ეკოაქტივობებს, მათ შორის ეკომეწარმეების კუთხეებსა და თემატურ გამოფენებს. დღის ბოლოს კი სკოლებისა და სკოლის მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. პროექტი განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, ასევე რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის ჩართულობით. ღონისძიების მიზანი გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება, სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვის კულტურის დანერგვა, გავრცელება და ნარჩენების შეგროვება იყო. უპრეცედენტო ღონისძიება ჩატარდა. კახეთის რეგიონი არის ლიდერი, სადაც პირველად ყველა მუნიციპალიტეტის სკოლაში ჩატარდა ელექტრონული ნარჩენების შეგროვების კამპანია და 50 ტონამდე ელექტრონული ნარჩენი შეაგროვეს ბავშვებმა. ეს არის პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი, ასე ვთქვათ, მასშტაბური წინ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც სკოლები ერთვევიან კამპანიაში, იყო საკმაოდ აქტიური ყველა მუნიციპალიტეტი და ეს კამპანია პარლამენტის აქტიური მონაწილეობით და მხარდაჭერით კომპანია Waste-Less-ის მიერ ყველა სხვა რეგიონში გაგრძელდება უახლოეს მომავალში. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება ამ ღონისძიებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვინაიდან საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების განათლება გარემოს დაცვის მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან კარგია, რომ ამდენი სკოლა იყო ჩართული, ყველა მუნიციპალიტეტი ჩართული იყო და მნიშვნელოვანი იქნება თუ ეს პროცესი იქნება დინამიური, გაგრძელდება და ასევე კარგი იქნება თუ სხვა რეგიონშიც ასეთი ღონისძიება განხორციელდება. კახეთის რეგიონში მიმდინარეობდა კამპანია ელექტრონული ნარჩენების შეგროვების კუთხით, სადაც ჩართული იყვნენ კახეთის 8 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები. ორგანიზატორების განმარტებით საკმაოდ მაღალი შედეგები დაიდო, აღნიშნული ტიპის კონკურსები, რა თქმა უნდა, აყალიბებენ დიდ კულტურას და პასუხისმგებლობას და ასევე ეზრდიან ცნობიერებას. ჩვენი გეგმა არის, რომ ყველა რეგიონში ვესტუმროთ ამ პროექტით და ჩავერთოთ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება ეს ყველაფერი. და მოლოდის გადააჭარბა ნამდვილად კახეთში 35 სკოლის ასობით მოსწავლე, 1000-ობით მოსწავლე ჩართული და რეალურად ორ კვირაში შეაგროვეს 47 ტონაზე მეტი ელექტრომოწყობილობა, რაც კოლოსალური შედეგი არის. და მაგის გარდა ძალიან ენთუზიაზმით არიან ჩართულები ეს ახალთაობა ბავშვები და ეს გვახარებს ყველაზე მეტად.